მოგესალმებით გალბატონებო და ბატონებო, ვაგრძელებთ ჩვენ საუბრებს ციკლიდან ქრისტიანობა და თანამედროვეობა და დღეს უნდა ვისაუბროთ ერთ თემაზე, რომელზეც რატომღაც შობის პერიოდში ყველანი იწყებენ ხოლმე კაბას. მადლობა ღმერთს ყველანი არ ეხეს. არამართებულად გავაზიარეთ. მაგრამ ხალხი იწყებს კამაც. კონკრეტულად კი იმაზე, თუ როდის არის შობა. აბა 25 დეკემბერი. როგორ ბედა თქვენ 25-ში აღნიშნავს თქვენ ხომ ამით არ ღვევთ ამას და ბახ. თქვენ კიდე 7-ში რაობედურება არის. ამდენი მართლმადიდებელი აღნიშნავს 25-ში და ქრისტიანი თქვენ კიდე რა იცით 7 იანვარი ბახ. და ასე შემდეგ. კალენდარი. საეკლესიო კალენდარი, საერო კალენდარი. აბა როგორ მოიქცეთ აქ? მოდით პირდაპირ ვთქვათ, არანაირი ვალდებულება არ აქვს სეკულარულ სახელმწიფოში, რომ მისი საერო კალენდარი კარნახობდეს რომელიმე რელიგიურ თემს, რომელიმე კონფესიურ თემს, კარნახობდეს აი ამა და ამ კალენდრის ცხოვრებაში მაინც და მაინცო. რატომ? დღევანდელ ეგვიპტეში ვერავინ ვერ დასწამებს ეგვიპტეს, რომ ძალიან დემოკრატიული ევროპული სახელმწიფოა, ხო? გინ პოლიტიკურად და გინ სხვა მხრივ. როდესაც გამოდის გაზეთზე 3 თარიღია დასმული. ჰიჯრით, მუსლიმები მოგესალმებათ, ჰიჯრით აწარმოებენ თავიანთ კალენდარს, ჰიჯრა ნიშნავს მუჰამედის გაქცევას მექიდან მედინაში და იქიდან იწყება ათულა მათი კალენდრისა. გრიგორიანული კალენდრით, ანუ საერთოდ ევროპაში და ამერიკაში და დასავლეთ ცივილიზაციაში მიღებულ საერო კალენდრით და ასევე მესამე კალენდრით არის ხომ დასმული თარიღი, ეს არის კოპტური კალენდრით. კოპტები ეგვიპტეში მცხოვრები ქრისტიანები არიან. შთამომავალნი ძველი ეგვიპტელებისა და იმ ქრისტიან ეგვიპტელებისა, ვისაც დავუშვათ იგივე წმინდა ანტონი დიდი ეკუთვნოდა. და მათი კალენდარი ეგრეთწოდებული დიოკლეტიანეს ზეობის კალენდარია, მეორნაირად მას მოწამეთა კალენდარი ქვია, ზოგადად ამიტომ არის შენარჩუნებული ამ ქრისტიანულ თემში ეს კალენდარი, რომ დიოკლეტიანი როგორც მთავარი ტანჯველი ქრისტიანებისა და ამავდროულად ალბათ ყველაზე მეტი ქრისტიანის სასუფეველში დამკვიდრების დამაჩქარებელი. ხო, ამიტომაც მოწამეთა კალენდარი ქვია ამას და აი ამ სამივე კალენდარს ითვალისწინებს ეგვიპტური პრესა, როდესაც გამოდის ახალი გაზეთი. რატომ უნდა ვიყოთ ჩვენ უფრო ნაკლებად დემოკრატიული ვიდრე ეგვიპტე არ მესმის და თუ კი შეიძლება რომ იქ სახელმწიფოს ესმოდეს რომ რამდენიმე კალენდარია, რამდენიმე ათვლის სისტემაა. რატომ უნდა იყოს ჩვენთან რაღაც შეზღუდვები ამ მხრივ არ მესმის. ამიტომაც ძალიან კარგია რომ ქვეყანაში რომელშიც სახელმწიფო და ეკლესია გამიჯნულია, იმ ქვეყანაში კალენდარიც გამიჯნული იყოს. რა თქმა უნდა ყველას გაგვიხარდება რომ ჩვენი სახელმწიფო თავიდან ბოლომდე მართლმადიდებლური ცნობიერებით მიდიოდეს, მაგრამ ჩვენ ვისაუბრეთ ერთ-ერთ გადაცემაში სახელმწიფო რელიგიის სტატუსზე ქრისტიანობისთვის და ვთქვით რომ დღევანდელი რეალობა თუ კი მოხდება სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება ქრისტიანობისა, ბევრად მეტ ცუდს მოიტანს, ვიდრე კარგს, თუ კი საერთოდ მოიტანს რაიმეს კარგს ეკლესიისთვის. ახლა ამას არ შევეხებით, უბრუნდებით კალენდრის თემას. მაშ ასე, კალენდარი არსებობს სხვადასხვანაირი. იმის მიხედვით თუ ვინ რას იღებს ათვლის სისტემას, სათავედ ათვლისა, იმის მიხედვით მისი კალენდარი სხვადასხვანაირია. რატომღაც ჩვენ მიგვაჩვიეს, რომ ესეც საბჭოთა კავშირში მოხდა, რომ საეკლესიო კალენდარს დაერქვა იულიუსის კალენდარი. კი, მაგრამ იულიუსის კალენდარი ეს ვეღარ არის თუნდაც იმის გამო, რომ მთავარი, რაც ამ კალენდარში იყო იულიუსიდან მოყოლებული, ეს იყო სწორედ ეს მზებუდობის დაფიქსირება, ის მთავარ სისტემად არ რჩება, მისი თარიღიც იცვლება მე-4 საუკუნეში. პირველ სოფლიო საეკლესიო კრებაზე მოხდა ამ კალენდრის რედაქტირება, მოხდა ამ კალენდრის მოდიფიცირება, მოხდა ამ კალენდრის მორგება საეკლესიო ქრისტიანულ ლიტურგიულ ცნობიერებაზე, ამიტომაც ეს არ გახლავთ იულიუსის კალენდარი. ეს არის საეკლესიო კალენდარი. დაფუძნებული იულიუსის კალენდარზე, მაგრამ ის შეცვლილია.
მე რა მოხდა ვიცით, როდესაც ეკლესიამ იცხოვრა 1200 წელი დაახლოებით ამ კალენდრით, შემდეგ რომის პაპმა გრიგოლმა გადაწყვიტა, რომ გაესწორებინა, იმიტომ რომ მზესთან მიმართებით ეს კალენდარი თანხვედრას ვეღარ ავლენდა და ვინაიდან ეს კალენდარი უნიკალურია მზის და მთვარის ციკლების შერწყმა ხდება, რომ პასქალია მოიხსენებათ აღდგომა გამოითვლება მთვარის კალენდრის მიხედვით, ხოლო დანარჩენი უძრავი დღესასწაულები მზის კალენდრით. ეს კალენდარი ახერხებდა ერთმანეთში სინთეზს ამ სისტემებისა, ის 532 წლიანი ციკლი ინდიქტიონისა, რომელიც გვაქვს ამ კალენდარში, სწორედ ამას ეფუძნება 19 წლიანი მთვარის ციკლი, 28 წლიანი მზის ციკლი, გადამრავლებული ერთმანეთზე, ყოველი დღისთვის გაწერილი კალენდარი უნიკალური ჩვენი საეკლესიო საუნჯი, ხო? ჩვენ ახლა ამის ამ თემაზე საუბარს არ შევყვებით. მხოლოდ იმის თქმა მინდა, რომ როდესაც პაპმა მოიდომა მხოლოდ მზეზე გაესწორებინა ჰელიოცენტრული გამხდარიყო მისი კალენდარი, მოხდა რაც მოხდა, იქ 10 დღეა მოხდა, შემდეგ ეს ინტერვალი ამ ორ კალენდარს შორის, ბუნები 10 წენა მათ შორის იზრდება, დღეს 13 დღეზეა მისული, ამიტომაც არის ხოლმე, რომ ძველით ახალი წელიო რო იტყვიან 14-ში თენდება, ამისას პირველში დადგა გრიგორის კალენდრით, საეკლესიო კალენდრით 14-ში დგება, 13 დღიანი სხვაობა არის ამათ შორის. და ეს 13 დღიანი სხვაობა არ იქნება მუდმივი. 2100 წელს გრიგოლის კალენდრით, ანუ ჩვენი საერო კალენდრით, თებერვალი იქნება 28 დღიანი, ხოლო საეკლესიო კალენდრით თებერვალი იქნება 29 დღიანი და შესაბამისად 1 მარტიდან 13 მარტიდან, ხო? ერთი დღით კიდევ უფრო გაიზრდება ამათ შორის სხვაობა, ამ ორ კალენდარს შორის და შესაბამისად 2100 წლის ხარება დადგება არა 7 აპრილს ახალი სტილით, არამედ 8 აპრილს. მიძინება 29 აგვისტოს, ხოლო 2100 პირველი წლის შობა დადგება 8 იანვარს საერო კალენდრით და არა 7 იანვარს, როგორც აქამდე ჩვენ მივეჩვიეთ ყველანი. დედა დავიღუპეთ. არა, ყველაფერი ძალიან მარტივად არის. ყველაფერი იმდენად მარტივად არის, რომ მეტი არ შეიძლება. კალენდარი არ წარმოადგენს დოგმატის ნაწილს. კალენდარი არის ყოფითი საშუალება დღე-ღამის აღრიცხვისა და სხვადასხვა ლიტურგიული, სასოფლო-სამეურნეო და აშ გეგმების დალაგებისა. ამიტომაც კალენდრის გამო დავა არ არის სწორი. ვისაც უნდა რომ იცხოვროს ორივე კალენდრით, მიუცეთ უფლება იცხოვროს ორივე კალენდრით. ჩვენ ყველანი დაბადების დღეებს აღვნიშნავთ ჩვენი საერო კალენდრით, იმიტომ რომ ჩვენ დავიბადეთ ქვეყანაში, რომელიც სარგებლობს ამ კალენდრით, მაგრამ როდესაც ჩვენ აღვნიშნავთ ჩვენი ფარული წმინდანების ხსენების დღეებს, ჩვენს დღეობებს, ან როგორც ამბოლდროს დამკვიდრდა და ანგელოზის დღეებს, ჩვენ მივყვებით საეკლესიო კალენდარს, როცა ეკლესია აღნიშნავს მათ ხსენებას, მაშინ აღნიშნავთ ჩვენც. და აი, დადგა მთავარი თემა, როდის უნდა აღნიშნოთ ქრისტეშობა, რომელი კალენდრით. მოდით ცოტა ხანი დაუბრუნდეთ იმ დროს, როცა არ არსებობდა განსხვავება ამ კალენდრებს შორის. იმიტომ რომ თავად ქრისტეს დაბადების დღე როდის უნდა მიულოცოთ? სახარებაში წერია რამე დაბადების დღეზე? არ წერია. სახარებაში წერია სხვა რამ. სახარება გვაუწყებს ჩვენ, რომ სანამ მარიამს ეხარებოდა 6 თვით ადრე შვილი გეყოლებაო, ეხარა ზაქარიას, რომელიც აბიას რიგით მსახურობდა ტაძარში. ამ სიღრმეებში ჩვენ ახლა არ შევალთ, რას ნიშნავდა ეს აბიას რიგით მსახურება, რომ ლევიტელთა ტომის 24 რიგი იყო და ყველა ამ რიგს მიგოსმა 24 მოდგმა, ხო? ყველა ამ მოდგმას თავისი დრო ქონდა მსახურებისა. წელიწადში როგორც წესი ორჯერ უწევდათ ამ რიგით მსახურება. ამ 24 რიგში მერვე იყო აბიას რიგი, ჩვენთვის როდის იყო პირველი რიგი, შესაბამისად როდის მოუწევდა ხოლმე მერვე რიგს, წელიწადში ორჯერ, ხო? შემოდგომაზე, გაზაფხულზე. და აბიას რიგი უნდა მოსულიყო ან აპრილში, ან სექტემბერში. შესაბამისად, როცა ეხარა
ზაქარიას იყო ან შემოდგომა ან გაზაფხული. აქედან ითვლება 6 თვე, შემდეგ მარიამის ხარება უნდა იყოს. მაგრამ ეს სწორედ ამაზე მეტს ჩვენ არ გვაუწყებს სახარება. აი აქ შემოდის უკვე წმინდა გარდამოცემა. ამიტომ ხალხი ვისაც წმინდა გარდამოცემისა არ ასწამს, არ სჯერა და არ ესმის, მათთვის გაუგებარია რაღა მაინც და მაინც ის თარიღი ავარჩიეთ, რომელიც ავარჩიეთ. ეკლესიამ საქმეა ეს უწყვეტი გარდამოცემა. ეკლესიაში თავიდან იყო გარდამოცემა, რომ მაცხოვარი იშვა ზამთარში. იყო გამონაკლისები, ზოგიერთ ადგილობრივ ეკლესიაში იყო წარმოდგენა, რომ მაცხოვარი გაზაფხულზე დაიბადა. და ეს ძალიან საინტერესო არის, რომ იყო ტრადიცია ასეთი ხალხს მიაჩნდათ ძველ დროში, რომ თუ ადამიანი სრულყოფილია, სრული ადამიანი თუ არის, ის ამ ქვეყნიურ ცხოვრებასაც სრულად განვლევს. ანუ, როდესაც დაიბადა, მაშინვე მოკვდება. იმავე დროს. ხო? ამიტომაც ითვლებოდა ვინაიდან მაცხოვრის სიკვდილი ჯვარზე მოხდა გაზაფხულზე, მაცხოვარი უნდა დაბადებულიყო გაზაფხულზე. ასეთი წარმოდგენა არსებობდა. მაგრამ ეს ლოკალური იყო და ახლა ამას არ მიუწია ამეთი რეზონანსული გავლენა არ დაუტოვებია ეკლესიაზე. შესაბამისად, ეკლესიაში უძველეს დრო იყო გარდამოცემა, რომ მაცხოვარი იშვა ზამთარში. საეკლესიო ტრადიცია ძველი აღთქმისა აბიას რიგის მსახურებისა გვაუწყებს, რომ ეს უნდა ყოფილიყო სადღაც ალბათ სექტემბრის ბოლოსკენ. და მართლაც, თუნდაც ჩვენ ნახავთ საეკლესიო კალენდარში, ნახავთ, რომ იოან ნათლისმცემლის ჩასახვა სწორედ შემოდგომაზე გვაქვს, იქიდან გადაითვლება 6 თვე და ზუსტად მოდის ხარებაზე. ყოველდღე ღვთისმშობლის ხარებაზე. ღვთისმშობელს ეხარება გაზაფხულზე და აი 25 მარტიდან ძველი სტილით 25 მარტიდან, ანუ 23 სექტემბერს აღინიშნება ნათლისღება იოანესი, მართლა საინტერესო 22-ში მთავრდებოდა აბიას რიგი. 22 სექტემბერს ვეხებით ძველ კალენდარს, ვსაუბრობთ იმ კალენდრით. და ანუ ზაქარიას რომ ეხარა, ის დარჩა ბოლომდე იმსახურა, მისი რიგი დასრულდა, წამოვიდა სახლში, მეუღლესთან, ელისაბედთან და შემდეგ ხდება ნათლისმცემლის ჩასახვა. გადასაკუთრდა 6 თვე, 25 მარტი საეკლესიო კალენდრით, ხარება ყოველდღე ღვთისმშობლისა, გადის 9 თვე და ჩვენ აღნიშნავთ 25 დეკემბერს საეკლესიო კალენდრით ხას უსვა ქრისტეშობას. მაგრამ აი რა პრობლემა გვაქვს ჩვენ. დღეს ეს თარიღი სხვადასხვანაირად აღინიშნება. ნაწილი აღნიშნავს 25 დეკემბერს ახალი სტილით, გრიგორიანული კალენდრით, ნაწილი ძველი სტილით, საეკლესიო კალენდრით. ვინ მართალია, ვინ მტყვანი ახლა არ ვისაუბრებთ, იმიტომ რომ ორივე კალენდარს აქვს თავისი არსებობის უფლება, ვინაიდან ეკლესიამ შეიწყნა რა ორივე ეს კალენდარი და არსებობს ესეთი მნიშვნელოვანი რამ. ახლა არ შევეხებით განზრახ კონსტანტინოპოლის პატრიარქ მელეტის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილ უცნაურ საქმეებს ეკლესიის ისტორიაში. ეს კაცი უცნაური იყო. ელადის ეკლესიის წინააღმდეგ საჭიროთმობელი იყო, ალექსანდრიის, კონსტანტინოპოლის, სადაც ბრიტანეთის იმპერიას სჭირდებოდა, ეს ადამიანი აღმოჩნდებოდა ხოლმე საჭიროთმობელი და იქ ხდებოდა უცნაური რამ, მათ შორის ანგლიკანური ეკლესიის საოცარი პრივილეგიების შემოჟონვა მართლმადიდებლობაში. ამ ადამიანს ჩვენ არ შევეხებით, მას ჰქონდა გარკვეული მისია, რომ თუ დავალება, როგორც იყო, მოკლედ სადაც ეს კაცი იყო, ყველგან უცნაურ რამეს აკეთებდა. სწორედ მისი იდეა იყო უახლესი კალენდრის შექმნა, რომელიც ჯერჯერობით ემთხვევა გრიგოლის კალენდარს, შემდეგ ეს საცდება და ეკლესიათა ნაწილი ამ უახლესი კალენდრით არის. ანუ ვინც 25 დეკემბერს აღნიშნავს, იმე ისინი კათოლიკურ კალენდარზე არიან, არა ბატონებო. ისინი არიან უახლეს სტილზე, ასე ვთქვათ, რომელიც პატრიარქმა მელეტიმ შემოიღო კონსტანტინოპოლის, შემდეგ ალექსანდრიის ეკლესიებში და შესაბამისად იმათი კალენდარი დროები ჯერ ემთხვევა ნამდვილად
გრიგორიანულ კალენდარს. ანუ ისინი კათოლიკური კალენდარს არ აღნიშნავენ, უფრო დამთხევაა ჯერჯერობით. ამ კალენდრებს შორის. და ვინაიდან ეკლესიაში ორივე კალენდარი არსებობს, არ დააუთ. თავარი სხვა რამე არის და 25 დეკემბერი საიდან გაჩნდა? დაუშვათ მოხდა ხარება 25 მარტს. ძველი სტილით. რაღა მაინც და მაინც 25 დეკემბერი. და აი აქ იწყება ყველაზე საინტერესო რამ. თუ ჩვენ ავიღებთ აი ამ მონაკვეთს, როდესაც უნდა შობილიყო მაცხოვარი და ეს იყო ზამთარი. აი ჩვენ გვაქვს ესეთი ლუფტი. ეს უნდა ყოფილიყო ან დეკემბრის ბოლო კვირა, ან იანვრის პირველი კვირა. აი ამ გამოთვლებით დავიწყეთ, ხო? აბიას რიგიდან მოყოლებული. უნდა ყოფილიყო ანის. და აი ეკლესიას არ ქონდა. ნახეთ, წმინდა წერილმა მოგცა ზოგადი ორიენტირი, იმ ალბათობებს შორის გარდამოცემამ შეავსო და მოგცა, რომ აი ამ პერიოდში იქნებოდა დეკემბრის ბოლო კვირა, იანვრის პირველი კვირა და აი აქ დარჩა უკვე დიდი ორკვირიანი თავისუფლება. და ეს ჩაერთო ყველაზე საინტერესო რამ, ეს იმათვისაც უყვარს კალენდარზე დავა. ეკლესიამ აარჩია საეკლესიო ტრადიციიდან გამომდინარე, ჩვენ გვისაუბრეთ, რომ ეკლესიის ენა სიმბოლურ იკონურია და ამ სიმბოლურ იკონურობიდან გამომდინარე მან აარჩია სავარაუდოდ ორი თარიღი, დასავლეთში და აღმოსავლეთში იყო ეს თარიღები. ერთ-ერთმა აარჩია 25 დეკემბერი, ზუსტად 9 თვის თავზე ხარებიდან, როდესაც მზე იწყებს დღე იწყებს ზრდას, ანუ ნათელი იწყებს ზრდას, ბნელი კლებას, შესაძლოა მოდის ქრისტე, მოაქვს სინათლე, ბოროტება და სიბნელი მარცხდება, კლებულობს და შემდეგ სიმბოლურად სინათლის ნათებასთან ერთად იწყებოდა ქრისტეშობით ახალი ნათელი პერიოდი კაცობრიობის ისტორიაში. მაგრამ გაჩნდა მეორე თარიღიც. ეს იყო 6 იანვარი. გაცრავად 6 იანვარი. ახლა თუ გინებათ დააპაუზეთ ჩვენი ვიდეო და თქვენი ვარიანტები. რატომ მაინც და მაინც 6 იანვარი? რა? 25 დეკემბერი გავარკვიეთ. 6 იანვარი რაღაცა. კეთილი. ვინც განაგრძო ვიდეოს სქერა, ალბათ ნაწილმა მოიფიქრა, ნაწილმა ვერ მოიფიქრა. პასუხი არის ასეთი. პავლე მოციქული გვაუწყებს, რომ ქრისტე არის ახალი, მეორე ადამი. როდის დაბადა ღმერთმა ადამი, როდის შექმნა ღმერთმა ადამი. ეს იყო სამყაროს არსებობის პირველი წლის, პირველი თვის მე-6 დღე. და როდის უნდა დაბადებულიყო სიმბოლურად მეორე ანუ ახალი ადამი? ყოველი წლის პირველი თვის მე-6 დღეს, ანუ 6 იანვარს, ჩვენ აღნიშნავდით ქრისტეშობას. და იყო ეს ორი ტრადიცია, ორივე სიმბოლური. ჩვენ ქრისტეს დაბადების დღე არ ვიცით. ჩვენ ეკლესიამ გვაუწყა ამ დაბადებით რა მოგვეცა ჩვენ. ერთი არის სინათლის, სიკეთის მატება, მეორე არის ადამიანური კაცური ბუნების განახლება, ახალი სიცოცხლე. და ეს ორი თარიღი, 25 დეკემბერი, 6 იანვარი. თუ გადმოვიტანთ ჩვენ ამას თანამედროვე გრიგოლის კალენდარზე, აღმოჩნდება 7 იანვარი და 19 იანვარი. დღეს სწავლი, როცა ჩვენ ნათლის ღებას აღნიშნავთ. და მართლაც, სადღაც მე-4 საუკუნის ბოლოს, მე-5 საუკუნისთვის დღესასწაული, რომელსაც ერქვა ღვთის გაცხადება და თავის თავში მოიაზრებდა, ძალიან საინტერესოა. ძველ ეკლესიაში ღვთის გაცხადება, ასეთი დღესასწაული, აერთიანებდა ქრისტეშობას, მოკვთა თაყვანისცემას, ნათლის ღებას და პირველ დღესასწაულს მაცხოვრისა, პირველ სასწაულს მაცხოვრისა, გალილეის კანაში წყლის ღვინოდ გადაქცევას. შეგიძლიათ ნახოთ წმინდა გრიგოლ საკვირველთმოქმედის მე-3 საუკუნის უდიდესი მამის გადაგება სწორედ ღვთის გაცხადების დღესასწაულზე. და აი ასე, მეორე საუკუნიდან მოყოლებული, მე-3 საუკუნიდან მოყოლებული, ჩვენ გვქონდა ორი თარიღი ქრისტეშობისთვის, 25 დეკემბერი, 6 იანვარი. ახალი კალენდრით
7 იანვარი და 19 იანვარი ვიდრე 2001 წლამდე. შემდეგ თვითონ გადაიწევს ისევ ესე. შემდეგ ეს დღესასწაულები გაიყო, მათ შორის მარხვა არ გვაქვს, მოგეხსენებათ. ხოლო ის ერთი დღე მარხვა, ნათლისღების წინა დღე ეს უკავშირდება შობის ტრადიციას. მაშინ იყო შობას არ გიხდებოდა ყოველს ნათლობა, წინა დღე იყო მარხვის დღე. აქაც იგივე ჩემგან არ გესწავლებათ, ტიპიკონი პრაქტიკულად იგივეა, შობის და ნათლისღების მსახურებები ერთმანეთს სარკულად იმეორებს, ხო? მაშინ ასე. შობა დგება მაშინ, როდესაც დედა ეკლესია გვეუბნება ჩვენ. და თუ მე ვცხოვრობ იმ ეკლესიის წიაღში, რომლის ადგილობრივი ეკლესიაც ბრძანებს, რომ მე ამ კალენდრით ვუყურებ და ჩემთან დგება ქრისტეს შობა 25 დეკემბერს ძველი სტილით. მაშინ მე აღნიშნავ ქრისტეს შობას ძველი სტილით 25 დეკემბერს. ხოლო თუ რომელიმე ადგილობრივი ეკლესია გადასულია ამ უახლეს სტილზე და ის აღნიშნავს 25 დეკემბერს ქრისტეს შობას უახლესი სტილით. და თუ ამ ეკლესიის წევრი ვარ, ან ახლა მომიწია ყოფნა მის კანონიკურ ტერიტორიაზე. მე აღნიშნავ იმ ეკლესიის მრევლთან ერთად, მაშინ როცა ისინი აღნიშნავენ. მთავარია ერთობა ქრისტეში და არა რომელ საათზე, რომელ წუთზე მოხდა რაღაცა. ამიტომაც ასეთი რამ ვთქვათ, ქრისტეს შობას მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს 25 დეკემბერს და მხოლოდ 25 დეკემბერს. ოღონდ ზოგი ადგილობრივი ეკლესია 25 დეკემბერს ერთი კალენდრით, ზოგი ადგილობრივი ეკლესია 25 დეკემბერს მეორე კალენდრით. კალენდრის გამო არ ვდაობთ, არამედ ვხარობთ იმით, რომ უფალმა მოგხედა, ჩვენი ბუნება მიიღო და ჩვენ განახლების შანსი მოგცა ყველას და მარადიული ბედნიერებისა და მასთან ეტარებისა. კეთილი. ფიქრობთ ამჯერად ამასთან დაკავშირებით კმარა, თუ გაქვთ შეკითხვები და თვითონ რაიმე გამოგრჩა, ან არასწორად თქვით. გთხოვთ აუცილებლად მიუთითეთ ეგ თქვენი მოსაზრება კომენტარებში და ჩვენ გაგვეხარდება, თუ მოგვეცემა საშუალება ჩვენი შესწავლები გამოვასწოროთ, ან ის რაც დავაკელით შევავსოთ თქვენი წყალობით. ამჯერად გემშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე.